დილა მშვიდობის და სიხარულის. ჩემო გოგოებო, როგორ ხართ? გუშინ დამიწერეს კომენტარი, რომელ D ვიტამინს ვსვავო და არ ვიცი, ესე თუ შეიძლება ეხლა რომ თქვენც ეს იყიდო და დალიოთ. ეგრე არ ვიცი ზუსტად, მე ექიმა დამინიშნა ჭიყვისა. მაინც გაჩვენებთ ეხლა. ეს არის რა. მგონი რომ პრობლემას არ წარმოადგენს. D ვიტამინია. წვეთები. გოგოებმა მითხრეს მე დამუწერეს რომ თვეში ერთხელ ვსვავთო, ორ კვირაში ერთხელ ვსვავთო, ანუ ალბათ სხვანაირი დოზებიც არსებობს. მე ყოველ დღე ვსვავ. ყოველ დღე 4 წვეთი. გოგოებო, ყავა მომენატრა ნალექიანი ძალიან. პიკნიკი მომყარეს. პირა კარგი ერთად დაუტოვია მაინც. ყავა მომენატრა ნალექიანი რა მქონდა და დავიოთ. ჩემი ფაბერიკის ის მაქვს გადასახდელი და ერთი ხალს უნდა მივწერო. მე გადაგახდები მეკო რა, სახლიდან ესე ონლაინ ბანკით ჩვეულებრივად გადავიხდი და ამადვილად. სახლში მომიტანეს. რა კარგია ესეთი სერვისები რო არსებობს, ძალიან კარგია გოგოებო. გავწევრიანდი. მე ვუთითე რომ სახლში მომიტანო პროდუქცია და შემძლე სახლიდანვე გადავიხადო. შვენიერია. შვენიერი. ია. ყავა არ გინდა? მუქი ყავაა ეს. მუქი. მაგრამ ძალიან კარგი სუნი აქვს. ახალი ყავა საერთოდ ესია ხოლმე და კარგი სუნი აქვს ხოლმე. ახალ გახსნილ ყავას. ვადუგოთ ერთი ოჭიქა. როგორ ხართ? ჩემო გოგოებო, როგორ ხართ? ცივა სახლში ცივა, ისევ ქარი. რა ვიცი რა, მარტო საძინებელშია ხოლმე მზე. როდის გამოიამიდებს, როდის მოთბება და მაისი შუარიცხვებამდე რა ხოლმე ყოველთვის ესეთი მდგომარეობა. ესეთი შუარიცხვებამდე. აი მაშინ შეგიძლია თქვა რომ всё დათქვა. ანა ყოველთვის ურევს ამინდი.
ხო, მშვენიერი ლამაზი დღე გათენდა, მადლობა უფალს ყოველი დღისთვის და იმ სიხარულისთვის, რასაც გვაძლევს ყოველ დღე, რო გვაქვს აუცილებელი. რა სიტყვით, ეს არის მთავარი, ჩემო გოგოებო, კი ნამდვილად. აუცილებელი. თავშესაფარი, საზრდო, ტანსაცმელი. ეს ხო გვაქვს. და მადლობა ღმერთს ამისთვის. თუმცა ვიაროთ წინ განვითარდეთ და გავხდეთ ჩვენი თავის უკეთესი ვერსიები, იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. უკეთესადაც შეგვიძლია ცხოვრება. უკეთესადაც შეგვიძლია უკეთეს პირობებში ცხოვრება, მოგზაურობა. თუ კითხვები ახერხებენ ამას, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ იცით რა არის, ზოგჯერ ხოლმე თავდაჯერებულობა გვაკლია. ეხლა ერთ გოგო მომწერა, ესეთი რაღაცა წონის კლებაო, თავდაჯერებულობასთან თუ არისო კავშირშიო. წონის კლება, როცა შენი თავი მოგწონს, თუნდაც ეხლა არისო ხო, იმ რაღაცა სტანდარტები არ არსებობს რა ეს ყველაფერი. შენ თუ ეხლა ძალიან ისეთი წონა არა გაქვს, რომ გიშლის ხეს უკვე ჭარბთელობის პრობლემები გექნება და რაღაცა. ეხლა 70 კილოც რო იყო და 75-იც, მე მქონია ეგ წონა და მაგრამ მაინც მომწონდა ხოლმე ჩემი თავი, ვიხდენდი ხოლმე მაინც ყოველთვის ტანსაცმელს. უბრალოდ რაღაცნაირად მე რაღაც მომენტი დადგა ჩემ ცხოვრებაში, რომ ვეღარ მოვასწრებდი ამ დაკლებას, რადგან ასაკი უკვე 40 წელს უახლოვდებოდი და მინდოდა ძალიან წონაში დაკლება, რომ მეშინოდა დიაბეტისა და მაინც კარგია წონაში კლება ჯანმრთელობისთვის, ამას ექიმი ამბობს გულსის ძარღვთა სისტემისთვის, ყველაფრისთვის ძალიან კარგია, რომ ეხლა 60 კილოს არ გადასცდე ხო და გაჩნია სიმაღლეს თან კიდე პლუს. მაგრამ თავდაჯერებულობა ძალიან მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. ნახეთ რა ხდება, რატო ახერხებენ სხვები გოგოებო. ეხლა მიგეტყვით. რატო ახერხებენ სხვები და რატო ვერ ვახერხებთ ჩვენ დავუშვათ და ვართ ერთ ადგილზე? იმიტომ რომ რაღაცნაირად ძალიან ბევრს ფიქრობთ, ვერ ვბედავთ. აი დავუშვათ ფიქრობ, რომ გამოგივა თუ არა. სხვას უფრო გამოსდის, ვიდრე შენ. ის უფრო უკეთესად გააკეთებს. ელემენტარული როცა რაღაცა იმაზე ხარ ლექციაზე, იმეც მქონია რა ეგეთი. ჩემი თავი მას დამიჭერია. მაგ მომენტში, რომ კითხვა დასვეს და ელოდები, რომ სხვამ გასცეს პასუხი შენ. იმიტომ რომ გგონია, რომ ის უკეთესად გააკეთებს ამას. აიცა მე ვიქნები ჩუმად, ჯერ სხვამ გააკეთო, სხვამ გასცეს პასუხი. და საქმეზეც ეგრეა. აი, მაგ დროს გაკლია თავდაჯერებულობა და იმიტომ ხარ ეგრე. შინაგანად. ვერ აძლევ შენ თავს რაღაცეების უფლებას. არა და დრო ისეთი პატარა არის და ისეთი ცოტა არის, თუ რაღაცა გინდა რომ გააკეთო, რაღაცა რომ მოგდის თავში, ხო, რომ აი ეს გინდა რომ გააკეთო, всё უნდა დაიწყო და გააკეთო. არ უნდა გადასდო. არავითარ შემთხვევაში. სწორია, გამოგივა, თუ არ გამოგივა, მაინც არ აუშავს. ხო გააკეთე და სცადე. ეგეც ძალიან კარგი იყო, რომ გააკეთე და სცადე. თავდაჯერებულობა ძალიან მნიშვნელოვანია, სანამ ჩვენ ვფიქრობთ, რაღაცა მედგა და გააკეთა ის რაღაცა, სანამ შევფიქრობ. თუ წავიდა წინ. წავიდა, იმიტომ რომ ის არ ელოდება. ძალიან ბევრს არ ფიქრობს. იმიტომ გვიყვარს ხოლმე, რომ ნახეთ, მეც მიყვარს ხოლმე, რომ ადამიანები
რომლებიც არიან საერთოდ როცა ძალიან ბევრს სწავლობ, კითხულობ, ძალიან ბევრს კითხულობ, სწავლობ ძალიან ბევრს და თავისუფლება უფრო თითქოს გიკარგება მაგ დროს. რას უფრო მეტი იცი? და ის ადამიანები, რომლებიც არც სკოლაში არ უსწავლიათ, არც მე თითქოს წიგნებში არ ყოფილან ჩაფლულები, ცუდი გაგებით არ ვამბობ მაგას. უცბად დავინახეთ, რომ აი გამდიდრდნენ რა. უცბად დავინახეთ, რომ ძალიან ბევრი ფული იშოვეს. იცით რატო? ძალიან ბევრს არ აფიქრობი. გააკეთონ თუ არა. მაგით. მე ვდგევარ და ახლა მაგ ყველაფერზე ვფიქრობ. აი, უკვე 40 წელი მომივიდა. მანამდე ცხონთელი წლები ვსწავლობდით, კითხულობდით. ეხლა უკვე ვცდილობ, რომ რასაც ვფიქრობ, ის გავაკეთო, რაღაცა ნაბიჯები გადავდგა. ელემენტარული ავდგე და აი თუ ყოველ დღე ერთი და იგივეს ვაკეთებ, დღეს სხვა რაღაცა გავაკეთო, სადღაც გავიდე, რაღაცა დავინახო, დარბაზში წავიდე, ვივარჯიშო. რაღაცები უნდა ვაკეთოთ. ანუ თუ ყოველ დღე ერთი და იგივე რაღაცას აკეთებ და თან უკმაყოფილო ხარ მაგ ყველაფრით. ანუ შენი ცხოვრებით და მაინც იგივეს აკეთებ, ეს უკვე შენი ბრალია. იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია რომ მიუხედავად იმისა, რომ საშუალება არა გვაქვს, ფული არა გვაქვს, მაინც შეგვიძლია რაღაცეები შევცვალოთ, უბრალოდ სახში არ ვიჭდეთ, გავიდეთ გარეთ. მაგას ფული ხო არ უნდა. და დაინახო, თვალსაწიერი იზრდება მერე. აი აქ რო არ ახალ სულ ოთახში. იმ დღეს თბილისში მოლში რო ვიყავი, ყველანი ვიყავით, გიასაც ვეუბნებოდი. სტუდენტები, გოგოებო, სტუდენტები, ინტელები იყვნენ ალბათ, მე მგონი, ფერადკანიანები იყვნენ. ესე იგი, ისეთი მაღაზიებიდან გამოდიოდნენ და იმედენი ჩანთები ეჭირათ, ხელში ანუ იყიდეს ხო რაღაცები და დავფიქრდი ხო ეს ბავშვები. აქ ჩამოვიდნენ, სწავლობენ თან, ალბათ სტუდენტები არიან. კაი შეიძლება კი ეხმარება ვიღაცა, მშობელი იქიდან, მაგრამ მაინც უფრო მგონია რომ თვითონ ახერხებენ ამ ყველაფერს და ჩვენ აი უკვე 40 წელს მივაღწიე და ეხლა ნენელა გადავწდები ხო? ჩვენ არა გვაქვს ამის საშუალება. ბავშვები 20 წლისები იქნებოდნენ. არ მგონია რომ მაგათ მშობლები უგზავნიან მაგ ფულს. ბავშვები უფრო უხვდებიან, ჩაუხვდნენ ცხოვრებას რაღაცნაირად რა გააკეთონ, რით იშოვონ და როგორ განვითარდნენ, როგორ წაიწიონ წინ. ჩვენ ვერ ვახერხებთ და იმიტომ არის უბრალოდ რომ გარეთ გახვიდე და რაღაცა დაინახო, ადამიანები დაინახო, რაღაცებზე დაფიქრდები. მაგიტომ მოყვანე ეს მაგალითი. ბავშვები ახერხებენ უფრო. აქეთ იქიდან მომპარეს ეს ჩემი შოკოლადები. უნდა ცოტა გადამჩა. ძალიან გემრიელი ყავა გოგოება. მართლა მომიწონა ეხლა და. უგემრიელისი. რომელი? კარტონარის ნალექი.
მოგემრიელია. მომწონა. რატო ხარ ჩუმაჯანი? ვილაპარაკე უკვე და გოგოს კი ვერ გავეცი ბოლომდე პასუხი. ანუ წონის კლებაო და თვითდაჯერებულობაო არის ერთმანეთთან კავშირშიო და შენ თუ სურვილი გააქვს რომ წონაში დაიკლო, ძალიან გინდა რომ დაიკლო წონაში. და დიდი წონა გაქვს. მაგ შემთხვევაში კი აქვს კავშირი. მაგრამ შენ თუ შენი თავი მოგწონს იმ წონაში, რა წონაშიც ხარ. რა ვიცი, არა მგონია, დიდად გქონდეს კავშირი. კლებას კი არა აქვს თავდაჯერებულობასთან კავშირი. როცა წონას იკლებ. არამედ რო ვერ იკლებ წონას. შეიძლება მაშინ აქვს პრობლემა თავდაჯერებულობასთან. ეს არ არის უფრო სწორად დასმული. შეკითხვა. როცა იკლებ რაღა პრობლემა აქვს, ხო, ესე იგი შედეგი გაქვს. ანუ აქ თუ არაო სასურველ წონასო, ალბათ ამის თქმა უნდოდა რა. შენთვის სასურველ წონასო და რა თქმა უნდა აქ. ხო, ეხლა როცა ისე გამოიყურები, როდესაც როგორიც გინდა რომ იყვე, რა თქმა უნდა უფრო ისახარ, რა ქვია, თვითდაჯერებული შემდეგ. და როცა სრულად მიგაჩნია თავი ან ძალიან გამხდარი ხარ სიტყვაზე, არ მოგწონს შენი თავი, ხო? მე არა უკვე რა თქმა უნდა თავდაჯერებულობა ისა თვით. იმიტომ ვთქვი წეღანაც რა 70 კილოც რო იყო, თუ შენ ჯანმრთელობას არ ეხება, ანუ საფრთხე არ ექმნება, 70 კილოც რო იყო და თუ მოგწონს შენი თავი და თავდაჯერებული ხარ, ამ ხრივ რა თქმა უნდა ეგ არ არის პრობლემა. 70 კილო ხა არ არის, მე ვყოფილ ვარ და ვიცი, არ არის ახლა იმ ხელა წონა. რომ მაგაში ხელი შედიშალოს, მაგრამ როცა უკვე ძალიან დიდი წონა გაქვს და ტანსაცმელსაც ვეღარ ირგებ, ვერ იხდენ, აი მგონი ხომვიდა. ჟანა, გამარჯობა, როგორც ვახერხებ გიყურებო, საინტერესო იქნება ვიდეო. წონა და თავდაჯერებულობა. ესე მოუწერია, აღარ მახსოვს. თქვენი აზრით თუ არის კავშირში, შეიძლება ამ თემის გაშლაო. წონა და თავდაჯერებულობა. უკვე ვილაპარაკეთ თითქმის. არის კავშირში. ხო არის. კავშირში არის ეს ინდივიდუალური საკითხია. ზოგს შეიძლება ისეთი წონა ქონდეს, რომ მეორე ადამიანმა ჩათვალოს, რომ მე რომ აქ ხელა ვიყო, მაგალითად, ძალიან ცუდად ვიგრძნობ თავს. მაგრამ ის კონკრეტული ადამიანი ძალიან კომფორტულად არის. ანუ პიროვნულ იმაზე რა ქვია, მდგომარეობას. ასევე ადამიანთა კატეგორია, რომელიც ცხოვრებაში ვერ რეალიზდებიან, ყველაფერი უფრო ესე წარმოუდგენიათ რა, რომ მხოლოდ გარეგნობა არის მათი პიროვნება. იმიტომ რომ სხვა რეალიზება არ აქვს ცხოვრებაში. და ზოგი შეიძლება სრული იყოს და არც ასცალია მაგაზე იფიქროს, იმდენად არის პოპულარული არის და ჩართულია რა ვიცი ცხოვრებისეულ სარბილში ან ბიზნესში ან რაღაც პროფესიაში და საერთოდ არ აღელვებს რა ეს თემა. თავის წონა. ხო, არ აქცევს ყურადღებას. პიროვნებაზე არის. ვეღარ აქცევს, დრო არ არჩება. ხო, დამოკიდებული როგორ უყურებს თავის ცხოვრებას და თავის გამოცდილებას. ქალებს აქვთ ძირითადად გია ეს პრობლემა ჩვენ ქალებს.
ეს რატო? კონცეფციასაც აქვს, აი უკვე ძალიან ზედმეტად. უფრო ხშირად ქალები ვართ ჩაკეტილი სახში. ვერა კაცები. ხო კაცები მაინც გადიან. და ქალი ჩაკეტილი როა. ზონაშიც იმატებს თან, მაგის გამო. ხო იმატებს ზონაში, ახლა გარეთ რო არ გადიხარ და იმდენად აქტიური რო არ ხარ. და თან აკვირდები მე უფრო მეტად ამ ყველაფერს, სარკეში წარამარა იყურები, იხედები ახლა და გცალია ამ ყველაფრისთვის და აკვირდები და მე რაღაცნაირად ნერვიულობ ამ ყველაფერზე ფიქრობ. ამიტომ ჩემი აზრით ქალი უნდა ეცადოს, გოგოებო, უნდა ვეცადოთ ჩვენ, რომ ჩვენი საყვარელი საქმე გამოვიჩინოთ და ჩვენი თავის თვითრეალიზება შევცვლოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა ვიცი, ვინ როგორ მოახერხებს ამას, ხო? მე მაგალითად მე თუ არ ვიცი ეგ მავინიცი, 100 კილო ვიყავი ვიდეოების გადაღება რო დავიწყე. პირველი ვიდეო რო ჩართოთ ჩემი და ნახოთ სახეზე ახლა თვითონ ნაკუთები მაქვს ლამაზი და მაინც ეგ მშველოდა რომ სახეზე მაინც ლამაზად გამოვიყურებოდი, მაგრამ ტანი აი არ ვიცი 100 კილო ვიყავი 98 და წარმოიდგინეთ რა უნდა ჩამეცვა ახლა მე რომ მომხდომოდა ვერაფერი ხო რაღაცა მაინც ვარჩევდი რომ კაბები ჩამეცვა რაღაცა ისეთი ჩამეცვა რომ ჩემი თავი მომწონებოდა. და ესეც ვიქცეოდი ხოლმე ახლა, მაშინ მე შარლები საერთოდ არ მეცვა. იმიტომ რომ აი მაგ დროს შეიძლება უფრო შენი თავის ჩასაცმესაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თვითშეფასება შეიძლება დაბლა დაგეცეს მაგ დროს თუ შენ არ შეარჩევ ტანსაცმეს. ძალიან მსრული რო ხარ და მსუქანი და ისე ტანსაცმეს რო ჩაიცმევ, ლასინებს რო ჩაიცმევ, რომელიც საერთოდ არ გიხდება, აი ძალიან ცუდად რო გაქვს ტანზე. და არ ვიცი ან რავი რატო იცმევ ხოლმე მოსწონთ თვითონ თუ უნდათ რომ ამითი რა ვიცი ვინმეს. არ ვიცი, მე არ ვიცი ხა ბოლომდე მე როგორც ვიყავი, მაშინ აი მაგას გიყვებით, მე რა გრძნობებიც მქონდა, მე ვერ ვაწყდებდი ჩემ თავს მაგის უფლებას. კაბები მეცვა ხოლმე და უფრო ეს მშველოდა, იმიტომ რომ მომწონდა უფრო კაბებში ჩემი თავი. ეხლა ჩემთვის არ არის პრობლემა რომ შარვალი ჩავიცო, იმიტომ რომ ისეთი სამაქ უკვე წონა რომ არაფერი არ მეტყობა ცუდად. რაღაცა რომ შევამჩნიო მე რომ აი არ მომწონს და არ მიხდება და უხერხულად მაცვია, ეხლაც არ ჩავიცმევ, ხო 60 კილო ვარ. ეხლაც არ ჩავიცმევ ეგეთ ტანსაცმეს. როცა გამოიყურები ისე ტანსაცმელიც გაცვია ისეთი რომ შენი თავი მოგწონს, აი მაგ დროს რა თქმა უნდა მაღლდება ეს თვითშეფასება. ხო კიდე ისი თქმა მინდოდა იმისი რომ დავიწყე მე ვიდეოების გადაღება და ვიპოვე ჩემი საქმე და თან ძალიან მომეწონა ეს ყველაფერი თქვენთან ურთიერთობა და ყოველდღე უკვე ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, ვიდეო უნდა გადამეღო და მემონტაჟებინა, ამეტვით და მე კომენტარებს ველოდებოდი და ეს მიყვარს, მომწონს ეს საქმე ძალიან. იქიდან დავიწყე უკვე წონაში კლება. მე ერთი თვე რო გავიდა და ორი თვე უკვე მაგ ხელაწყვეტა აღარ მქონდა 10 კილო დავიკეტი. თუმცა მაინც ძალიან დიდი ვიყავი, ხა 90 კილოც ცოტა არ არის. პატარა წონა არ არის 90 კილო. ხო და ძალიან კარგად მესმის მე ესეთი ადამიანების, რომლებსაც აქვთ დიდი წონა. მნიშვნელოვანია ვიპოვოთ ჩვენი საქმე. ძალიან მნიშვნელოვანია ეგ. გარეთ გავიდეთ. გარეთ. მე კიდე ერთი პერიოდი მქონდა მე უკვე რო თბილისში ჩამოვედი და რა თქმა უნდა ეხლა ვიცოდი რომ ორი ნაბიჯი ძალიან რთული სამსახური იყო, მაგრამ წავედი მანდაც.
იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გამომეცადა მე იქ მუშაობა. ამან ჩემზე კარგად იმოქმედა. გასვლაც ძალიან კარგი იყო მაგ პერიოდში ჩემთვის და ეხლა გოგოებს რომ ვუყურებ ისე მიყვარან ყველა. მათ ვისაც ვხედავ რომ მუშაობენ. იმდენად მახსენდება ჩემი თავი და ადამიანი რომელმაც სამი ენა იცის და მათ მუშაობს რაღაც მომენტში შეიძლება ეხლა უკვე ცოტა ეს ამეწია ეს რაღაც ჩემი თავი უფრო მეტად დავაფასე. შეიძლება ეხლა აღარ წავედი იმ დღეს მირეკავდნენ და გამოდიო მეუბნებიან გამოდი გვირილაში იმუშავე, მაგრამ მანდ აღარ წავალ მე გოგოებო, აღარ წავალ. იმიტომ რომ ზუსტად ეს თვითშეფასება მაღლა ამეწია მე. მაგრამ ის უნდა გამომეცადა. აუცილებლად უნდა მემუშავა იმ მომენტში მე იქ. და ადამიანებს რომლებსაც ხედავ ეხლა იქ რომ მუშაობენ და თან ამბობენ რომ რაღაცა აქვთ დამთავრებული ანუ მე შემიძლია უკვე მათ ადგილზეც რო ვიყვე. აღარ ვიმუშავებდი და იმ ჩემ პროფესიას გამოვიყენებდი დავუშვათ, ხო? მაგრამ ისინი ჯერ ამას ვერ ახერხებენ, ნახეთ, როგორც მე ვიყავი ზუსტად. და ძალიან ვაფასებ მათ გზას, იმიტომ რომ ჩემ თავს ვხედავ მე მათში და მიყვარან მე ეს გოგოებიც. ძალიან გული მტკივა ხოლმე ჩემ თვალწინ იმ დღეს გალანძღეს ერთი პატარა გოგო. ძალიან გული მტკივა ხოლმე მაგაზე. რიგში. რაღაცა შეეშალა, არ ვიცი და ხურდის დაბრუნება და ისე მაგრა გალანძღა ამ ქალმა, ისე გალანძღა რომ რა ვიცი რა. მეც გამლანძღეს ერთხელ ეგრე. ბარათის გატარება დამავიწყდა და ისე გამლანძღა ამ ქალმა რომ აი არ ვიცი მაგრა და მოვითმინე მე რავი რა აღარ მეძახა რა თქვენ გაუნათლებლებო თქვენ ესეთებო და თქვენ ისეთებო და გვერდზე ვინც იდგნენ იქ ეხლავეო დამიბრუნეო ის ფულიო რაც მათ უნდა დამრიცხო და მე რანაირად უნდა დამებრუნებინა ეგ ფული კი ბატონო დაგიბრუნებ მეთქი ვაძლევდი ამ ფულს რაღაცა 50 თეთრი უნდა დარიცხოდა ხო დაახლოებით და ეგ არაო მე ქულების სახით მინდაო აი იმაზე რო იყო რა რომ უნდა რომ გაგლიჯოს და გვერდზე ბიჭი იდგა და ვერც ვერაფერს ვერ ამბობდა ისეთი სახე ჰქონდა ნეტა ეხლაო ესო გამაგლიჯინაო შუაზეო რა მაგრამ ნუ ვერაფერს ვერ ამბობდა ეს ბიჭი მე დაგიბრუნებო ხო მე უთხრა არაო მეო ქულები მინდაო ქულები რომ დამიჯდესო აქაო ამის გულისთვის შემოვდივარ გვირილაშიო და თელი ამბები რა მიყვა და მოყვა აი ყველაფერი გამოვიარე გამოვცადე მეც და მე რომ მოვითმინე ეს გოგო დამიდაქალდა შემოდიოდა ყოველ დღე და მე თუ ვიყავი იქ ხო სახეზე ღიმილი ქონდა მოკითხვები და თელი ამბები წარმოგიდგენია ძალიან მაგრა გამლანძღა მაგის გამო არ ვიცი გოგოებო ალბათ ეს ყველაფერი უნდა გაიაროს ადამიანმა არ ვიცი ჩემ შემთხვევაში აი ესე იყო და მე ძალიან მადლობელი ვარ რომ გამოვიარე ყველაფერი გამოვიარე ერთი წელი ხო მიმუშავე ყველაზე ისე მაგრამ არ ვიცი რა არის დამუშავო არ არის ხო და რო დამაბრუნო ალბათ იქ ისევ იგივე სავისჩვით ისევ გავივლიდი მაგ ყველაფერს თუმცა ეხლა უკვე აღარ წავარ მე ეგეც სამსახურში თვითშეფასება რომ აგიმაღლდეს ალბათ ეს ყველაფერი უნდა გამოსცადო რა ჩემი აზრით
და პატარა ბავშვები რომ მუშაობენ ახლა 18 წლისები ძალიან კარგია ეგ. ეგენი გაივლიან ამ 2 წელს 20 წლისები რო გახდებიან, ანუ ეგ ყველაფერი გამოვლილი ექნებათ უკვე და გაიზრდებიან, მე გვიან გავაკეთე. გვიან მომიწია ყველაფრის გავლა და მათ უკვე გამოცდილი ექნებათ. ეგ სიტუაციები გაივლიან და უკვე ძალიან გაზრდილები იქნებიან. მერე და მერე წავლენ წინ და წინ. მე ვინმე მომუშავებდი ახლა 18 წლისას, მაშინ სხვა დრო იყო. ეგეც სამსახურში მიგამიშვებდა, მამა ჩემი იქ არ გამიშვებდა, მე და ჩემი ძმები. იმიტომ არის ახლა უკეთესი დრო. ეგ ზრდის ადამიანს. ეს ყველაფერი ზრდის ადამიანს. წავედი გაკოცეთ. მიყვარხართ ძალიან. თვით შეფაზებაზე ცოტა ისეთი ფიქრიც უნდა მაქვს იმას რა ქვია. შეიძლება კიდევ უფრო გაიშალოს, მაგრამ უნდა ამ ყველაფერს ცოტა ფიქრი. როგორ ავიმაღლოთ თვით შეფასება. ხო, არ დაველოდოთ ძალიან კიდე ერთი მაგას ვიტყვი, რომ თუ რაღაცის გაკეთება გვინდა, ჩვენ თავში ეჭვი არ შევიტანოთ. გავაკეთოთ. თუ არ გამოვა, არც ეგ არ არის დიდი პრობლემა. თავარი არის, რომ გული არ გქონდეს, არ გვეთანაღრებოდეს, რომ ის მინდოდა და არ გავაკეთე მე. რაღაცეებზე მე მეთანაღრება გული. აი ადრე რომ მინდოდა რომ გამეკეთებინა და საშუალებაც არ იყო მაგისი, ვერ გავაკეთე. თან არავის არ უნდა გითხო ნახე. რჩევები დიდათ არ უნდა იკითხო, ხლა ისევ გამახსენდა. ერთს ვკითხე რა. ბანკიდან მინდოდა ფულის გამოტანა, რომ დამეწყო ეგ საქმე და ვინც მაგ საქმეში იყო, იმას ვკითხე და ოიო რას ლაპარაკობო რა ბანკიდანო, ისე რო გქონდესო ფულიო კიო შეგიძლიაო მაინცო, თორეო ბანკის ვალი დაგედებაო, ესე იქნებაო, ისე იქნებაო რა და თვითონ მთელი ცხოვრება ძალიან მაგრად გაატარა. და ეხლაც უკვე ისევ მაგ ბიზნესშია. გააფართოვა თავისი ბიზნესი. აი ამიტომ რა, შენი გადაწყვეტილებები რაც გააქვს, როგორ მითხარი გიაგუშინ, შეგიძლია შენი ოცნებები გაამჟღავნო და ახდენას რო დაიწყებს, მაშინ უნდა გაჩვენდეო თუ როგორ მითხარი. არც უნდა გაამჟღავნო, მე მგონი თავიდან, ნახეთ, გიკლავენ, ეგრევე გიკლავენ. არ გაძლევენ განვითარების, შენი ოცნებების განვითარების საშუალებას არ გაძლევენ. ამიტომ შეიძლება ერთადერთი ოჯახში თქვა რა. დანარჩენი უნდა გაჩვენდე, ჩემი აზრით. უნდა გაჩვენდე, ეხლა მე რომ მაშინ ეგ გამეკეთებინა, ბანკიც რო გამომეტანა და დამეწყო ეგ საქმე, ავეწყობოდი ძალიან კარგად. მაგრამ რო ვთქვი, იმა ჩამიკლა სული იმ ადამიანმა და თა რო ფიქრობ, რომ აი ახლა ამას ისა აქ რა ქვია უკვე ამ ხრივ განვითარებულია და ენდობი რაღაცნაირად. იმიტომ შეეკითხე, რომ ენდობოდი. უცხოები არ აკეთებენ ხოლმე ესეთ რაღაცეებს. შინაურები უფრო აკეთებენ, მაგრამ ის უცხო იყო თან და იმიტომ იმას ვქენი, რა ქვია დაუჯერე, რა ის უნდა კონდეს მეთქი, ხლა ჩემი ამას, ხო? ჯინი ჭირდეს და ზოგჯერ უცხო ადამიანებსაც არ უნდა ენდო. იმიტომ არის. ძალიან კარგად დაფიქრება არის საჭირო. ხო კი მართლა წავედი დროებით.